ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო რეკეტი, რატომ ჩუქნიდან ბიზნესმენები ქონება სახელმწიფოს? ამას ჩვენ დავარქმევდით იმ ხარკს, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში იხდიდა წინა ხელისუფლების მიმართ. გვემუქრებოდა შვილებზე, გვემუქრებოდა ოჯახზე, იძულებული შევიქნით, რომ ეს ჩუქება გაგვეფორმებინათ. ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რამაზ ნიკოლეიშვილი. სააკაშვილის ხელისუფლების ამ მაღალ ჩინოსნებს დაზარალებულები ქონების წართმევაში ადანაშაულებენ. ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს ბატონ გელოვანის კაბინეტში ესწრებოდა ნიკოლეიშვილი. და ინტერესი ძალიან დიდი იყო ბატონი გიგი უგულავას. რატომ ტოვებენ ბრალდებებს უპასუხოდ ნაციონალურ მოძრაობაში? და ვინმე ნაციონალურ მოძრაობიდან რეკეტი ნაციონალურად გრიფის გარეშე კვირას 21 საათზე მეცხრეზე.